ეზოპი, კურდღელი და კუ, ზღაპარი. დიდ მინდორზე ერთმანეთს კურდღელი და კუ შეხვდნენ. საით მიჩქარი ძმობილო? დაცინვით კითხა კურდღელმა. ასე მითხრეს, აი გორაკი რომ მოჩანს, ანიშნა კუ მინდვრის ბოლოზე. გემრიელი საკვები იშოვებაო. თუ გინდა ერთად წავიდეთ. კურდღელმა ჩაიცინა და უთხრა. მე წავალ, მაგრამ შენთან სიარული რას მარგებს? სანამ შენ იმ გორაკამდე მიხვალ, მე კიდეც გავძღები და ჩემს სოროშიაც დავბრუნდები. დამნაძლევდეთ თუ ასე არ იქნება, თქვა და გაიქცა. შუა მინდორში იყო, როცა თავის მეგობარი კურდღელი დაინახა. გაუხარდა მასთან შეხვედრა და გადაწყვიტა. მოდი ჯერ ამ ჩემს ძმობილთან ვითამაშებ პატარა ხანს და მერე გავწევ გორაკისაკენ. სულ ერთია იმ კუს მაინც მივასწრებო. დაიწყო მეგობართან ერთად ნავარდი. ბოლოს თამაშით რომ გული იჯერა, გამოეთხოვა და თავის გზას გაუდგა. ჯერ კიდევ შორს იყო გორაკიდან, როცა მინდორზე ერთი ბუჩქი დაინახა და გაიფიქრა. ბევრი ვინავარდე. ამ ბუჩქის ჩრდილქვეშ ცოტა ხანს დავისვენებ და გზას შემდეგ განმაგრძობ. იმ კუს მაინც მივასწრებო. ასეც მოიქცა. შეძვრა ბუჩქებში და დაღლილს მალე ჩაეძინა. სანამ კურდღელს ეძინა, კუ თავის გზას განაგრძობდა. მიათრევდა თავის მძიმე სხეულს. უძნელდებოდა სიარული, მაგრამ არსად შეჩერებულა. ნაბიჯი არ შეუნელებია. გამოიღვიძა თუ არა კურდღელმა, ცქვიტა წამოხტა და გორაკისაკენ გაეშურა. მიხტის და კმაყოფილი ფიქრობს. მეგობართან ხალისიანად გავატარებ დრო, წავიძინე კიდეც და ახლა იმ კუზე ადრე მაინც მივალ. მიაღწია კურდღელმა გორაკს და რას ხედავს? კუ უკვე იქ არის. გამაწყარა და გამობრუნებასაც აპირებს. ეგ როგორ მოხდა რომ ჩემზე ადრე მოხვედი? გაიკვირვა კურდღელმა. კუმ შეხედა და უპასუხა. შენი მარდი ფეხების იმედი გქონდა. ის კიდე გავიცდა რომ სიზარმაცესა და უდარდელობას ყოველთვის აჯობებს გარჯა და შრომა. მიბრძანდი, მიირთვი ბალახი. მე კი უნდა წავიდე, მეჩქარება. შინ დროით მინდა დავბრუნდე.